გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ ქართულ ველობლოგს. ალბათ ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა, ვინც ველოსიპედით ქალაქში მოძრაობთ მანქანებს შორის, როცა გჭირდებათ ანიშნოთ საითხარეს აპირებთ მოხვევას ან შეხვევას. როგორც წესი ველოსიპედისტები ამას ხელით აკეთებენ, მარცხენა ხელის გაშვერა მარცხნივ მოხვევას ნიშნავს, მარჯვენა ხელის გაშვერა მარჯვნივ მოხვევას, მაგრამ ხშირია ისეთ სიტუაცია, როცა სწრაფად გჭირდება მანევრის შესრულება, მინიშნებაც სწრაფად გჭირდება, ამიტომაც ასე ხელების გამოყენება ხშირად არის მოუხერხებელი ხოლმე და გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. არადა თუ არ მიანიშნებ უკან მოძრავ მანქანებს რას აპირებ, უკვე შეიძლება საავარიო სიტუაცია შექმნა, ყოველ შემთხვევაში სულ-მცირე მათთვის ძალიან დიდ დისკომფორტს ქმნი გზაზე. საავტომობილო სფეროში ეს საკითხი ძალიან კარგად არის გადაწყვეტილი, მანქანებს უყენია სარკეები და მოხვევის მანიშნებლები. სარკეში შენ ხედავ არა მხოლოდ შენ წინ რა ხდება, არამედ შენს უკან რა ხდება, თავის მოტრიალების გარეშე აკონტროლებს სიტუაციას შენს გარშემო მაქსიმალურად და მოხვევის მანიშნებლების ჩართვისას ანიშნებს რას აპირებთ, საით აპირებთ შეხვევას და ასე შემდეგ. ველოსიპედს სამწუხაროდ უმეტესობა ჯერ კიდევ, მათ შორის ველოსიპედისტები სერიოზულ ტრანსპორტად არ აღიქვავენ, ამიტომ თვლიან, რომ ეს ყველაფერი ზედმეტია, სარკე და მოხვევის მანიშნებელი ველოსიპედს არ ჭირდება. ამ მიმართულებითაც ინდუსტრია კარგად არ იყო განვითარებული დიდი ხნის განმავლობაში და საჭირო აქსესუარებს არ უშვებდა. თუმცა ბოლო წლებში ბევრად შეიცვალა სიტუაცია, რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს ველოსიპედს ტრანსპორტად, მით უფრო მეტი მიხვდა, რომ არის საჭიროება იმისა, რომ მიანიშნო ადამიანებს რას აპირებ გზაზე მოძრაობისას, იმიტომ რომ მარტო შენ არ ახარ და როგორც შენ გინდა ისე ვერ იმოძრავე. შეიქმნა მოხვევის მანიშნებლები, თუმცა აი ამ ზერელე დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ტექნოლოგიურად სწორი და საჭირო მოხვევის მანიშნებლები ბაზარზე თითქმის არ იშოვებოდა. უამრავი ვცადე, ერთ-ერთის მიმოხილვა ჩემთანაც მაგ დღემდე მუშაობს, ხარისხი კარგია, მაგრამ იმ საქმეს რისთვისაც არის შექმნილი, ისე კარგად ვერ აკეთებდა და ჯეროვნად, ამიტომ მუდმივად ვეძებდი ახალ-ახალს და ველოდებოდი ბაზარზე აი ასეთი სისტემის გამოჩენას, რაც ეხლა მიყენია. იდეალური არ არის, თუმცა გამოდგება და საკმაოდ კარგია. მაგრდება ველოსიპედზე როგორც წინ, ასევე უკან. აქედან გამომდინარე, როცა მოხვევის მანიშნებელს რთავ, მძღოლებს წინ მიმავალსაც მიანიშნებს და უკან მიმავალსაც საით უხვევ და რას აპირებ. აი ეს არის ამისი დიდი უპირატესობა. მოხვევის მანიშნებელი არის უკაბელო პულტი, რითიც რთავ მანიშნებელს აყენია საჭეზე. თვითონ მოხვევის მანიშნებლები ყენდება ნებისმიერ ადგილას, სადაც მოგიხერხდება. მე აი ყველაზე კარგი ადგილი წინ აი ესენი მოვიფიქრეთ, ან ცოტა გვერდულად მაქვს მოხრილი, იმიტომ რომ დაინახონ გვერდზე მომავალმა მანქანებმაც, ანუ მეორე ზოლმაც, რას ვაპირებ. და ესე სტანდარტულად საბარგულზე მაქვს დამაგრებული. ეხლა ციმციმას რეჟიმი მაქვს ჩართული, რაც დღისით ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია რომ აქვს, იმიტომ რომ შორი მანძილიდან შეამჩნიონ მანქანებმა. როგორც იცით, მოციმციმე სინათლეს უფრო ადვილად ამჩნევს მძღოლი ვიდრე სტაბილურად ჩართულს, აქედან გამომდინარე ყურადღებას იქცევს და ველოსიპედზე ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თავისი თხელი აგებულებიდან გამომდინარე ძალიან რთულად შესამჩნევია. სარკეში ხშირად არ ჩანს ხოლმე, ამიტომ მოციმციმე ნიშნები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მძღოლის ყურადღება მიიქციოს. ეს ძალიან მოხერხებულია, უფრო მეტად ზრდის გზაზე მოძრავი მძღოლების ყურადღებას ველოსიპედისადმი, შესაბამისად მეც უფრო უსაფრთხოდ და კარგად მოძრავ გზაზე. აქამდე ძირითადად ბაზარზე რაც იყო მხოლოდ უკანები და მხოლოდ უკან მიმავალ მანქანებს ანიშნებდა და როცა მოედანზე მოძრაობ, მაგ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია შენს გვერდზე და უკანაც მომავალმა მანქანებმა დაინახონ რას აპირებ. და მით უმეტეს ისეთ მოედანზე, სადაც სწრაფად უნდა შეხვიდე და გახვიდე მოძრაობის ინტენსივობიდან და სიჩქარიდან გამომდინარე. აი ეს მოხვევის მანიშნებლები ძალიან დიდ პრობლემას გიხსნის, იმიტომ რომ შენს გარშემო 360 გრადუსით ყველა ხედავს რას აპირებ. როცა ხედავენ რას აპირებ, გითვალისწინებენ და იციან უკვე წინასწარ და შესაბამისად გითმობენ გზას და ადეკვატურად მოძრაობენ. რაც შეეხება სარკეებს, სარკეები ძალიან კარგია და მოხერხებულია. მით უმეტეს აი ესეთი პატარა სარკეები არსებობს, რომელშიც ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს და გარდა იმისა, რომ კარგად ჩანს, შენ თვითონაც თავის ტრიალი არ გიწევს აქეთ-იქით. მით უმეტეს ველოსიპედზე ვისაც უმოძრავია, ყველა მიცის თავის უკან მოტრიალებისას როგორ უცებ შეიძლება წინ ტრაექტორია შეგეცვალოს და სულ სხვა მიმართულებით წახვიდე. არ არის ეს 4 ბორბალზე მდგომი ტრანსპორტი, რომ შენ მიმართულება სწორად დაიცვა, თან უკან იყურო, თან თავი აქეთ-იქით ატრიალო, გზაზე
ყოველწამიერად იცვლება სიტუაცია, შენს წინ მიმავალმა უცებ შეიძლება დაამუხრუჭოს და შენ ამ დროს თავი უკან გაქვს მიტრიალებული. სულ სხვა თემაა, როცა სარკეები გიყენია, ამ დროს შენ ხედავ შენს წინ რა ხდება, ხედავ შენს უკან რა ხდება, შენს გვერდებზე რა ხდება, უფრო უსაფრთხოდ და მარტივად მოძრაობ. ეს არის და ეს რაც მინდოდა დღეს მეთქვა. რაც შეეხება მოხვევის მანიშნებლებს, აკუმულატორებს ზიას უყველა Type-C დამტენიც იტენება. კომპლექტში მოყვება დამტენი, რომელიც ერთდროულად ერთი USB პორტიდან ტენის 5-ვე კომპონენტს, ანუ 4 მოხვევის მანიშნებელს და პულტს და საკმაოდ სწრაფად იტენება და ძალიან დიდხანს ძლებს. ერთი დღე თავისუფლად შეუძლია გარანტირებულად დამოხტვის გარეშე ქალაქში გატაროთ ჩემი აზრით. ჯერ ბოლომდე არ დამიჯენია და ზუსტად რამდენ ხანს გაუძლებს, არ ვიცი. მაგრამ მთელი დღის განმავლობაში მივლია. სულ ეს იყო, რაც ამ ვიდეოში მინდოდა თქვენთვის მომეყოლა. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ ვიდეო სოციქსელებშიც, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს, თუ მოგეწონათ და თვითონაც საჭიროთ და მშვიდობიანად გევლოთ ყველგან. კარგად ბრძანდებოდეთ.